ასე შევხედოთ დღეს რა ხდება მსოფლიოში და მივხვდებით რომ სააკაშვილი, მიხეილ სააკაშვილის არ არის მარტო საქართველოს მოვლენილი არსება. ეს არის დიდი მასშტაბის და რანგის პოლიტიკოსი. ნეობრივი პოლიტიკის ფაქტი რომ შემქმნელი მე-21 საუკუნეში. მან ისეთი რამ მოახდინა მთელ მსოფლიოში, ისეთი ცნობების და მენტალობის გამოწვევა, გადატრიალება, რომლის გავსიც ფაქტიურად მანამდე არ ყოფილა. ის კი არა და თუ კი რამე დადებითი დღეს მსოფლიოში ხდება პოლიტიკის მიმართულებით, ხო? ნეობრივი პოლიტიკის მიმართულებით, ეს რა თქმა უნდა მისი წამოწყებულია. აი რაც უკრაინაში ხდება, ხო? როგორც იმისთვის ზელენსკი, ეს ხო სწორედ მიხეილ სააკაშვილის სკოლა, პირდაპირ გაგებით. ეს მისი ნაბიჯი მან დაიწყო. მან დაამტკიცა რომ არ არსებობს პატარა და მცირე ქვეყნები და ერები. მან დაამტკიცა რომ პატარა ერს ციერიცხოვან ერს არა პატარა. შეუძლია დიდი საქმეები აკეთოს და გარდასახოს ცნობიერება მთელ სამყაროში. მან დააჯერა ქართულ ხალხო, მათაც აქვს ქართულ ნაციას აქვს უფლება იყოს დიდებულ ერთა კოჰორტაში. რეალურად ლიდერი იყოს და იყო კიდევ ლიდერი. რომელ ქვეყანას უწოდებია, რომელი ქვეყნისთვის უწოდებიათ დემოკრატიის შუქურა, რა თქმა უნდა საქართველოს. რომელი პრეზიდენტი თუ იმპერატორი ჩამოსულა საქართველოს ისტორიაში ოდესმე და უცეკვია თუ არა მიხეილ სააკაშვილის დროს, ხო? რა ხდებოდა ხომ ხედავთ იმიტომაც ბოროტი ძალები, ეშმაკისეული ძალები, სატანისეული ძალები მას უპირისპირდებოდეს, იმიტომ რომ სიკეთე სამკვიდრებდა, მაგრამ იცით რა არის საბოლოო ჯამში მაინც სიკეთე გაიმარჯვებს, აუცილებლად, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილი ჭირდება არა მარტო ქართველებს და ჩვენ ვისაც გვიყვარს ის ადამიანებსაც გვიყვარს, ჩვენ ხო არა მარტო პრეზიდენტად გვიყვარს, ადამიანებს ჯერ ვიცნობ, ხო უმეტესობა, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რა მასშტაბის ადამიანთან გვაქვს საქმე. და სწორედ ეს რომ იცის ქოცობა ამ ბინძურმა წარმონაქმნა, სატანისტურმა წარმონაქმნა, ბოროტების, რა ვიცი რაღაცა კვინტესენცია, ამიტომ ანადგურებს მას, მაგრამ ვერ მოერევა. ის სული, რომელიც მასში ცხოვრობს, მიხეილ სააკაშვილის სულში, ეს არის მარადიული ქართველობა. იმიტომ რეალურად ქართველობა რა არის? მიყვარს ხოლმე ამ ფრაზის თქვა, ქართველობა პირველ რიგში ეს არის სულის მდგომარეობა. სულის მდგომარეობა, ბრძოლა, სიყვარული, თავდადება, რაც თავარია. აი როგორ გითხრათ, ისი მომავლის სწორი ხედვა. სხვათა შორის ძველი სპარსები საქართველოს განიხილავდნენ როგორც მგლის ქვეყანას. ასე გურგან, ასე ერქვა. ქვეყანა. ეს არ ნიშნავს რომ ხროვა, პირიქით, წესრიგი, სისტემურობა, ენერგია, პატრიოტიზმი, შემართება, ასე არის.